წავედით, წამოვიყვანოთ CRX. მეც არ მინახავს, არ ვიცი როგორი გამოვიდა, თქვენთან ერთად უნდა ვნახო და მართლა ძალიან მაინტერესებს. ჯერ მარტო იმიტომ რომ 800 ლარი მარტო საღებავში გადავიხადე. 800 ლარი. ამიტომ წავედით და ერთად ვნახოთ. მაშკაც ჩვენთან ერთად მოდის და დათო პრინციპს ამზადებს. ამ პრინციპმა იმდენი თანხა დაგვეზოგინა, რომ არ ვიცი რა, ვისაც გჭირდებათ მუდმივად მანქანის გადმოყვანა აუცილებლად პრინციპი დაამზადებს. ეხლა ამოვარდა ქარი, ეხლა გამოვიდა მზე და მიჭყუტუნებს. მოკლედ, ჩვენი CRX-ი შეიღება. ოღონდ ეს არ არის დასრულებული სახე, ანუ ეს მანქანა კიდევ რაღაცები დეტალები უნდა დაიხვეწოს, იმიტომ რომ შეთანხმებულები ვიყავით, რომ როდესაც გაკეთდება, უფრო კარგად გამოჩნდება კიდე ხარვეზები და რაღაცა პატარა დეტალები, რაც გამოსასწორებელი იქნებაო და ამიტომ რომ გავაკეთებთ, ნახეთ, დააკვირდით, ჩვენც ვნახავთო და მე ახლიდან გავაკეთოთო. ეხლა სამწუხაროდ ეგრევე იმიტომ ვერ ვიწყებთ ამ დეტალების გამოსწორებას, რომ ვინც შემიღება მანქანა ხელი გაიჭრა და ხო, ცუდი რაღაცაა, მოკლედ, სანამ ის ხელი მოურჩება, ეს მანქანა ჩემთან იქნება, მაგრამ მანამდე გავაკეთებთ სალონის ინტერიერს დავიწყებთ. მოკლედ, ქიმწვენას დავიწყებთ და ქიმწვენასთვის ვეძებ კომპანიას, რომელთანაც ვითანამშრომლობ და აი ამ ავტომობილზე გამიკეთებენ გენერალურ უბორკას. ძალიან მაგარ ქიმწვენას, იმიტომ რომ ჭირდება. ძალიან დიდი ხანია ეს მანქანა დგას, კი იცით და ძალიან ბევრი მტორია შიგნით. ასევე ძალიან მინდა ამ მანქანისთვის ნახევრად ковშები, რომ ჩავაყენო 2 სავერძელი, იმიტომ რომ ეხლა მგონია რომ ამის სავერძლების აღდგენას აზრი არ აქვს ძალიან დაჩეხილი, თუმცა სავერძლებს ვინახავ, რა თქმა უნდა, არ გადავყრე და არც გავაჩუქებ. არ მომწეროთ, ჩემია. აქ რეალურად აქვს მოკლედ დიდი ხანი რო იდგე შეღების მერე ჭუჭყები, რომელიც რამდენიმე გარეცხვაში უნდა ამოვიდეს, მაგრამ დათომ ვერ მოითმინა, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ და გაუსვა სალფეტკი. უთხარი რომ სალფეტკი დააჯდება თქო, მაგრამ არ დამიჯერა და ახლა სალფეტკის კვალიც გვაქვს. სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ კაპოტი არის ძალიან კარგად დამუშავებული. მომწოს ეს ხორკლიანი შავი საღებავი. აი აქ ჩვენ ჯერ ჭერი არ გვაქვს შესრულებული, იმიტომ რომ აი აქ გამაბრაზეს, მართლა გამაბრაზეს, პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები გამაბრაზეს. მითხრეს რომ მოკლედ ამ მანქანას აქ ლუკი გაუქმებული შესაბამისად, ანუ აი ეს აქ შუშა რაც უნდა იყოს ლუკის არის ამოღებული ეს შუშა და ჩაკერებულია რაღაცა ჟეშტი დაახლოებით 20 წლის წინ. და ეს ჟეშტი როცა დაიწყეს ამის გაშკურკვა, ასე ვთქვათ, ხო, რა თქმა უნდა ჟანგები ამოიტანა და ეგ ამოიჭამა და მაგიტო არ გააკეთეს და მე რომ მივედი უთხარი მეთქი ამოგეჭრათ ეს და ახალი ჟეშტი ჩაგეკერებინა თქო და უიო. ხო და უიო და ეხა გააკეთებენ ამას ახლიდან. ძალიან მაგარი ყვითელია, იგივე ფერი არის რაც იყო ეს ავტომობილი და იდეალურად არის დასხმული, იმიტომ რომ მამაჩემა თავის დროზე ეს მანქანა რომ შეღება ზუსტად 9 ჯერ შეღება, იმიტომ რომ ამ ფერზე დაესვა და ახლა 2026 წელს ერთხელ შეღებით დავსვით ამ ფერზე. მამა, უბრალოდ სწორი ადამიანები უნდა მოძებნო. ეს სპოილერი რა თქმა უნდა ისევ გასამყარებელია, იმიტომ რომ ეს ჩემი გასამყარებელია, ბოლტები აკლია და რაღაცები, მაგრამ შეღებილია უკვე ესეთ ძალიან კარგად გამოიყურება, უკან ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ყველაფერი ლამაზად და კოხტად არის გაკეთებული და ეს მანქანა უკან ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოიყურება. აქეთ ამ მხარესაც ეს ახლა ჭუჭყები არის, კიდევ ჭერდება, რა თქმა უნდა, გარეცხვა, ერთი გარეცხვით ამას არ ეშველებოდა და მოკლედ აქეთ ამ მხარესაც ყველაფერი თითქმის აი აქ რაღაცა პატარა დეტალია გამოსასწორებელი, რაღაცები არის მოკლედ გამოსასწორებელი, რასაც ახლა არ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეგ ყოველ შემთხვევაში ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე პროექტი ეს მანქანა თავიდან ბოლომდე ფიბერით და იმით არის შპაკლით არის აშენებული, ამიტომ ესე უცებ მოდი და გააკეთე როგორც ჩვეულებრივი მანქანა, ეგრე არ გამოვა. რას ეკეთებდეთ? ლამაზია მანქანას უღებს. მადლობა დიდი. კაი, ახლა მოდი გადავიდეთ იმ რაღაცეებზე, რაც უნდა გავაკეთოთ მანამ სანამ ამ ავტომობილს ახლიდან გარედან ვიზუალურად დეტალებს გამოუსწორებთ. მოკლედ, აი აქ ხდება სრული საგანძური. აი, ეს არის ყველაფერი გასაკეთებელი. სალონზე, აღდგენაზე. გასაკეთებელია. ორბედოზე გადასაგრავით ხავი, ეს პლასმასები გაშუქავდება და იდეალური იქნება. სავარლები შეიძლება. შეიძლება. ეს უნდა შეიძლება. აი ერთადერთი რაც მინდა ვფიქრობ რომ ჭერი შავად გავაკეთე, უფრო მოუხდება, ასე მგონია, მაგრამ ნუ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს პლასმასები ყველაფერი საღია და ამას არ ჭირდება. აი მხოლოდ აი ამ ნაჭერს ჭირდება აღდგენა, საჭეს ჭირდება აღდგენა, სავარძლები უნდა შეიცვალოს როგორც ათომ თქვა და ესენი უნდა შეიღებოს, მაგრამ პირველ რიგში მოკლედ ამ ყველაფერს მიკეთებს ერთი ადამიანი, რომელმაც ჩემ 92-ზე გააკეთე ჭერი და პირველი ის მითხრა რომ ჯერ ძალიან მაგარი ქიმწვენა უნდა გავუკეთო, რომ მე ეს ყველაფერი დავიწყო. ამიტომ ვეძებ კომპანიას რომელიც ამ ავტომობილზე გამიკეთებს ქიმწვენას და შემეხვიანეთ. და შეგიძლიათ რომ მომწეროთ ან ინსტაგრამზე, ან ფეისბუქზე, ან სადმე.
ან დათოსმით, აი მოგვაგნებთ მოკლედ ყველანაირად, ვისაც გაქვთ სურვილი რომ დაგკავშირდეთ. აქ სრული კატასტროფა ხდება. აი ეს აუდიო სისტემა უნდა გავუმართოთ აქ. ამისთვის მე მახსოვს რომ ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ შემიძლია რომ ეს ყველაფერი გავუმართო, უნდა ვიპოვო Facebook-ზე. თუ მიყურებ ჯერ კიდევ შემახსენე გთხოვ შენი თავი. და მითხრა რომ იდეალურად გაგიმართავ ამ აუდიო სისტემას. დანარჩენი აქ არაფერი არ არის გასაკეთებელი, მარტო აუდიო სისტემა გასამართი და ნუ რა თქმა უნდა უნდა გაიწვიოს ქიმწვენა ჭირდება ამ ყველაფერს. მეტი არაფერი არ არის. მონიტორი რა თქმა უნდა ეს როდინდელი მონიტორია უნდა შევწუოთ უფრო კაი უნდა დავაყენოთ და Sony უნდა ჩავაყენოთ რომ ტეკენში დაგანგრიო. დისკებს რაც შეეხება და საბურავებს ეს დისკები ძალიან მომწონს და ამას არაფრის დიდებით არ შევცვლი აღვადგენთ ამ დისკებს და საბურავებს შევცვლით რა თქმა უნდა საბურავები გვჭირდება. კაპოჩით ჩავახედოთ და კიდე ხო ის დეტალები უნდა ვთქვათ რაც არის გასაკეთებელი მაგალითად აი შუშა არის გამოსაჭრელი აქ გატეხილი აქ ეს შუშა ანახე. ასევე ეს საქარე მინა გვაქვს ჩამოსასმელი იმიტომ რომ CRX ეს საქარე მინას ვერსად ვერ შოვლობთ და რა თქმა უნდა ჩამოსყიდა ჭირდება. სასიკვდილო ნომერი მანქანა უნდა დავქოქოთ მოიცა. გავუხალასტოე და თო. ტექნიკურ ხარეს რაც შეეხება მოკლედ როგორც იცით ძრავი ავაწყოთ და დასერვისებულია თავიდან ბოლომდე თუმცა ვიტეკი არის გასამართი კომპიუტერი აყენია ძალიან ბანძი ამ მანქანაზე და კომპიუტერია შესაძლებელი უნდა მოიც აღიარეთ მოდით დავწეროთ ყველა კომენტარებში რომ Honda არის ადამიანი და ვინც ამზადებთ ავტომობილების გასაღებს თუ შეიძლება რომ შემეხმიანოთ იმიტომ რომ მჭირდება ავტომობილზე გასაღები ციკციკი რისია? გასასწორებელი ჩემზე არა, რაღაცები არის გასასწორებელი, მეთქები რაღაცები დასასწრებელია მას. შეიძლება მეთქის თემა იყოს. Honda არის? დებილობა. კარგი, დავამშვიდობთ დღევანდელი დღიდან დავით დონძობიძეს, ის აღარ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. აი, ეგრევე მაიმუნობის ხასიათები Honda-ზე. აი, იმდენია წვალა მანქანა, რომ ბოლოს მაინც გამოგვივარდნენ და აი გვეჩხუბდნენ. რომ ტოვინი წაიღეთ, იმდენია წვალა მანქანა. ეს იყო ჩვენი Honda-s ვიდეო, დაბრუნების ვიდეო. რაღაცა ისეთი მინდა DC-სეული სახელი მინდა. Rises, the Honda Rises, CRX Rises. რაღაცა ეგეთი მინდა მოკლედ, თუ შეიძლება რომ გამიკეთოთ cover-ი და უკვე დავიწყებთ აქტიურად სალონზე მუშაობას. ამიტომ შეგვეხმიანეთ მეგობრებო. გამოიწერეთ ჩემი არხი, დააჭერეთ subscribe ღილაკს, დააჭერეთ ზარის ღილაკს და ამას რომ მოვრჩები Honda-s რო ავაწყობ და გავმართავ, მერე უკვე დავიწყებ ჩემს სანატრელ პროექტს 36-ის ტურინგში გავსვაპათ S54 რავს და წავალთ ნურბურგრიგზე და დათოს არ ვაკატავებთ მაგ მანქანით. წავედით.